ეხა მინდა გავუშვა ეს გალატოზიშვილი რა. ახე აი რას უწერე ნანკაძი ლაოძის პონჩი აფრქვევს რაღა ინტელექტუალურ აზრებს რა. ვეფხვისტყაოსანი ჩემთვის არის ბიჭი, რომელსაც მაკაცი დაუჭირეს და 10 დღე ციხესთან იჯდა მარტო. ტირალი წყლისა პირსა, ესე უნდა თავდებოდეს. და ეხა წარმოიდგინეთ რას უწერე. აი ზოგჯერ თქმასჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმიცას დაშავდებისო რა. თქვენებურად პოემის გარჩევაა თუ მოკლეშინააციო. დაჯექი ორიანი მინუსითო. შემდეგ რა და 10 დღის მერე გამოვიდა ბიჭი და მოაგვარა. იქ რატო იჯდა? აი გამაგე. ციხესთან რატო იჯდა ბიჭი? ტირალი წყლისა პირსა? ნუ ეხა როგორ? ხო და იქვე წყალი მოჩუქჩუქებდა რა საოცრია ვეფხვისტყაოსანი ძალიან მაგრა გაგიგიათ ეს არა ძალიან ნანკაძი ჯერ პრობლემა არის რა იცი გია მე მგონი ძალიან მოკლე კომენტარი შემომიფარგლებ პრობლემა არის რომ ადამიანს უჩნდება არაჯანსაღი ამბიცია ანუ იგივე რაც ირმამ რა არის ეს ამბიცია იყო მის ეს განცხადება რომ იგივე აი ვინც ეს გახადა opinion maker-ი აი ეს შეფრენ ანკამ თქვა ნუ პრობლემა აქვს ახლა ნუ პრობლემა ბრა ეს კი არა მარიზი გახადეს opinion maker-ი და ეს კიდე მისწრებაა მაგათთვის რას ლაპარაკობ არა კატასტროფაა ჩაოლებრება ჩემზე რო იძახია რომ პატიმრის მშობელს როგორა პატიმრის მშობელი როგორ არის პატიმრის მშობლები კიდე ძალიან ბევრი არიან ვისაც ხმარა მომიღია ადამიანი გამოდის პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს 26 მაისს აორგანიზებს იმას აკეთებს იწევლება სუფთან აი აქტივისტია ნაცების რა როგორ შეიძლება ეს ამას დავარქვათ პატიმრის დედა პატიმრის დედები მილიონია იქ და ესე არ აქტიურობენ რა პოლიტიკოს აქტივისტი თუ ხარ, მაშინ შესაბამის პასუხსაც ელოდე რა.